მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია თავისუფალი პოდკასტი თავისუფალი ადამიანებისთვის. ეს არის ნებას პოდკასტი და ამ პოდკასტს ისევ გაუძღვებით მე ნიკა წერეთელი და სარეაბილიტაციო ცენტრი ნებას დამფუძნებელი და თერაპიული კურსის ხელმძღვანელი თამას ტუღუში. გამარჯობა თამას, როგორ ახარ? გამარჯობა ნიკოლას. წინა ორმა პოდკასტმა ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა და ძალიან ბევრი შეკითხვები წამოვიდა თუ რას ნიშნავს სარეაბილიტაციო ცენტრი და საერთოდ ზოგადად რეაბილიტაცია საქართველოში და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დღევანდელი თემა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრები საქართველოში. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გავხსნით ამ თემას რატო არის მნიშვნელოვანი, რა საჭიროებას წარმოადგენს, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის რას ნიშნავს რეაბილიტაცია, ანუ დამოკიდებულების რეაბილიტაცია, შემდეგ რესოციალიზაცია და ასე შემდეგ. ამიტომ ამ საქმეში ვფიქრობ, რომ ყველაზე პროფესიონალი ხარ საქართველოში. რომელსაც გავლილი გაქვს ეს რეაბილიტაცია და შემდეგ გაქვს შენი საკუთარი ცენტრი ჩამოყალიბებული და ასევე გაქვს უკრაინულ სარეაბილიტაციო ცენტრში ნამუშევარი მაღალ თანამდებობებზე და დირექტორის პოზიციაზე. მოდი დავიწყოთ რას ნიშნავს ზოგადად რეაბილიტაცია და მერე ჩავშალოთ დამოკიდებულების რეაბილიტაცია რას ნიშნავს. პირველ რიგში მინდა მოუწოდო მაყურებელს, რომ საქართველოში არის უკვე მე რაც ვიცი 4-ზე მეტი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც თავის საქმიანობას ასრულებს პროფესიონალურად და ერთ-ერთი არის ნება. ანუ ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო ცენტრები არის რამოდენიმე, ეს არის გამოსავალი, ძენი, არის 180 გრადუსი, არ მინდა რომ ვინმე დამოვიწყდეს კიდევ ვინ არის. ეს რეკლამა არ არის, ჩვენ არ გადავგვიწყვეტია რომ რადგან პირიქით ეს არ არის რეკლამა, ეს ხო, არც დაგეგმილია არაფერი, პირიქით ხალხმა უნდა იცოდეს ამის შესახებ, იმიტომ რომ ეს ბიჭები, ვინც ეს კომპანიები, ვინც მე ჩამოვთვალე, ისეთ საქმეს ეწევიან, რომ მათ შორის ლებაც. მათ შორის ლებაც რა თქმა უნდა, ისეთ საქმეს ეწევა, რომ ხალხის დახმარება არის ეს და აუცილებლად ხალხმა ამის შესახებ უნდა იცოდეს და უნდა გახმაურდეს ეს ყველაფერი. ეს სარეაბილიტაციო ცენტრი, როგორც მახსოვს, არის 2018 წლიდან შეიქმნა, როცა უკრაინელებმა ჩამოიტანეს. მოკლე ისტორიას ვიტყვი. კი, 2018 წელს იყო. მეც 2018 წლის ბოლოს მივედი სარეაბილიტაციო ცენტრში. და დავიწყე გამოჯანმრთელება, მაშინ არ იყო სხვა სარეაბილიტაციო ცენტრები, ესეთი ცენტრი იყო. მოდი ესეთ შეკითხვას დავსვავ პირადულს, თუ შეიძლება. თუ რამე პრობლემა არ არის? არა. როგორ მოხდა თაზო სარეაბილიტაციო ცენტრში? ანუ ზოგადად გზამკვლევი რო იყოს ადამიანებისთვის, როგორ შეიძლება რომ ხო, ნუ მე ჩემა ძალიან ოჯახის ახლობელმა ადამიანმა მომკიდა ხელი და მითხრა რომ ესეთი დაწესებულება არის, სადაც დაგეხმარებიან. მე ბევრჯერ ვიწექი სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დაწესებულებებში და უკვე იმედი აღარ მქონდა რა, ხელი მქონდა ჩაქნეული, რა დაწესებულება უნდა იყოს მეთქი ისეთი, რაც აქამდე არ მინახია. ამას შენ თვითონ ითხოვდი მინდაო? დიდი ხანი მე თვითონ სახშიც მივდიოდი, ვიძახდი რომ დახმარება მინდა, ის მინდა, მიშველეთ, არ ვიცი რა უქნავა. ერთხელ სახში ავედი და ვთქვი რომ ბოლოს ავანტყოფი ვარ. მეთქი აგერ მეტადონის პროგრამაში ვივლი. და всё რა, არავის ხელს არ შეუშლი, მივალ დილით დავლევ, წავალ სამსახურში, იმიტომ რომ სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია. ესე მეგონა, მაშინ ესეთი რეალობა იყო ჩემს აღქმაში რა. და ამ ჩემ ახლობელმა ადამიანმა მომკიდა ხელი და მივედით კონსულტაციაზე სარეაბილიტაციო ცენტრში. მაგ წნეთში რო იყო. ხო. სადაც ჩვენ გავიცანით მე და შენ ერთმანეთი. და სხვათა შორის მახსოვ ხარ უკვე შენ მესამე მეოთხე დღე იყო უკვე რომ გაგიცანი, მაგრამ პირველ დღეს დამხვდნენ კოტე დამხვდა. ჩვენი მეგობარი კოტე. ჩვენი მეგობარი და დამხვდა ჩემი მერე დირექტორი და ჩემი ესეთი ძალიან ძმაკაცი გახდა. ძმაკაცი გახდა და მეგობარი, ვისთანაც ერთად მე წავედი უკრაინაში და იქ გავაგრძელეთ მოღვაწეობა, იაროსლავი. მახსოვს და კონსულტაცია რო დაიწყეს, აი რამ დამაინტერესა, იცი რომ თავიდან მეგონა რომ სადღაც მივიდოდი და ხალათიანი ტიპები დამხვდებოდნენ გადასხმებიდან რომ და უცბად მივდივარ ადგილას, სადაც ყველას ესმის ჩემი, ყველა ყოფილა ჩემ მდგომარეობაში, იქ ვინც იყო კონსულტაციაზე და
და უცებ აღმოაჩინე რომ შენისთან ადამიანები არიან სული. არიან და ფხიზლები არიან, რაც თავარია რა და მარტო სიფხიზლეც არ იყო. ფხიზელი მეც ყოფილ ვარ რეაბილიტაციის გარეშეც და ყველაფრის გარეშეც ნახევარი წელი ჩემი ნარჩუნებია და ერთი წელიც მაგრამ ჯობდა რომ წამალი მეკეთებინა ისეთი ფხიზელი ვიყავი რა აი ცხოვრებაზე გამწარებული და სიამოვნებას რო ვერაფრით ვერ იღებდა და იქ ხალხი დავინახე ვინც რეალიზირებული იყო და უკვე რეალიზირებული იყო და რაღაც თავის საქმე ქონდა და ეს იყო რა რომ აი ყოფილი ნარკომანი თუ დამაში 12 ნაბიჯის პროგრამა იყო და ესე არ ვიძახთით ანუ დამოკიდებული ადამიანი იყო რომელმაც შეძლო ყოფილიყო სუფთა და რეალიზირებული ყოფილიყო რა რეალიზაცია მოახდინა თავისი პოტენციალის და თავისი თავის და აი ეგ იყო ჩემთვის პირველი ის რომ აი აქ უნდა ვცადო დარჩი. ხო, დავრჩე რა, უნდა დავრჩე და შევეხო ამ ყველაფერს და განვიცადო და გავიგო რა, იქნება და მეც შევძლო რა. და დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი. კი, დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი. თულად როგორც მახსოვს. ხო, პირველი ერთი თვე პირიქით არ არის რთული. პირველი ერთი თვე ისეთია რა. შინაურდები. ეჩვევი. გარემოს. ხო, იქ იმიტომ რომ სხვა ცენტრებიდან განსხვავებით ყველაზე გრძელვადიანი პროგრამა ჩვენ გვაქვს ახლა საქართველოში. თავიდანვე რომ მივედი კონსულტაციაზე მითხრეს რომ შენ აქ ერთი თვე მოდიხარ. მაგრამ ჩვენი პროგრამა არის 12 თვე რა. 6 თვე რეაბილიტაცია იყო მაშინ და 6 თვე რესოციალიზაცია იყო. შევეხები ახლა ორივეს რა არის. და მეც რომ მითხეს არც გამკვირვებია რატომღაც რომ მივედი აღარ გამიკვირდა რომ მითხეს რომ ერთი წელია რეაბილიტაცია არც შევაჭრები ვარ არც უწუნი დამიწყია არც კითხვა არ გამჩენია ისე თავში რა იმდენად დაღლილი იყავი ამ პრობლემის დაღლილი ვიყავი და ბევრჯერ მქონდა ანუ 27 წლის მივედი რეაბილიტაციაზე რა და 28 წლის და 28 წლისამ უკვე ვიცოდი რომ ბევრჯერ ვცადე მანამდე 12 წელი მოვიხმარდი და 12 წელი აი როგორ მოვიხმარდი იცი რომ ვიცოდი რომ ჩემი არ იყო რა აი ყოველთვის ვიცოდი რომ ეს რაღაცა არ იყო რა ამისთვის არ ვიყავი რაღაცა განწირული არ იყავი განწირული არ აი რა არ ვიყავი ვიცი რომ ამისთვის არ ვიყავი რა აი ვიღაცა შეიძლება უყვარს მეც მიყვარდა ნარკოტიკი მაგრამ აი ამ ცხოვრებისთვის იქ რაც ხდებოდა იმისთვის არ ვიყავი მე უფრო მეტისთვის ვიყავი ესე ასე ვთქვათ იქ შიგნით რა დვიჟენიაც ხდება ამისთვის აი მაშინ აი მარაქაში არ ვერ ერეოდი ხო ვერ ერეოდი რა ხო მე მახსოვს ჩვენი შეხვედრა და 2-3 კვირის შემდეგ ერთმანეთს შევხვდით და ორი ფიზიკურად განსხვავებული თაზო ვნახე. ანუ ფიზიკაშიც უკვე დატყობილი ხო და აი მაგ შეცდომას უშვებენ თითქმის ყოველთვის მშობლები რა რო ამოდიან ერთი თვე მათი პირმშო ყოფს ჩვენთან დაყობს რეაბილიტაციაზე ლოყები წამოუვა კარგად არის უკვე ერთი თვის მერე ჯანზე არის და всё ეყოფა ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ დისციპლინა და რუტინა აუცილებლად მოქმედებს შენს ფიზიკურობაზე და რას გულისხმობ? რაღაც გაკეთილშობილებაზე შენი ფიზიკურობის. რას გულისხმობ? ერთ და იგივე დროს ჭამა, ერთ და იგივე დროს დაძინება, ერთი და იგივე დროს გაღვიძება და ერთ ჯგუფები, რაღაცა ვარჯიში, აი ეს ნელ-ნელა, ყველაფერი ერთმანეთზე ცოტ-ცოტა აუცილებლად შენში რაღაცა ტრანსფორმაციას ახდენს, სულ რო არ გინდოდეს იყოფნა და სულ რო აი კედლებს ანგრევდე როდის გახვალ გინდა არ გინდა ცოტ-ცოტა წვეთად რაღაცა შეგდის მაგ თავში. გინდა არ გინდა. შეიძლება ამან დიდი გარდატეხა ადამიანში არ მოახდინოს, მაგრამ რაღაც მომენტში მშობელი რო ამოდის და ერთის მერე ბავშვს თავის შვილს ქმარს, ცოლს მნიშვნელობა არა აქ ნათესავი რო ამოდის და რო ხედავს, გარკვეული ცვლილება არის, რომელიც არის არა მისგან გამოწვეული, არამედ გარემოსგან გამოწვეული ეს ცვლილება. რა მე არ მინდა რომ შეეშალოს ვინმეს რო ეს თვითონ ადამიანი, კი, თვითონ ადამიანი თუ მონდომებულია ისეც იცვლება, მაგრამ მაგ დროს უფრო მეტ გავლენას ახდენს ადამიანზე გარემო. აი ჯანსაღი გარემო. ამიტომ გადაწყვიტე, რომ პირველად კამერების წინ გეთქვა რომ მე ვარ დამოკიდებული და მე მოვედი ცენტრში რეაბილიტაციაზე. მე იმიტომ გადავწყვიტე მაგის შენ ვიყავი პირველი ადამიანი საქართველოში ვინც ასე კამერების წინ დადგა და თქვა რომ მე ვარ დამოკიდებული და მე ახლა რეაბილიტაციას გავდივარ და ჩემი იმედი შეკადრები გავს და შეგვიძლია ვანახოთ. შეგვიძლია ვანახოთ
და მე გამოვჯამთრდები აუცილებლადო და ალბათ ამისი დაიჯერა 99% არ დაიჯერა. კი, მე რატო გავაკეთე ეგ, ეხლაც მახსოვს რა, ჩემი მიზანი რა იყო მაგ დროს. ოღონდ ზურგით დაჭექი, მოდი სახეს არ გამოვაჩერე. თვითონ მითხრეს ესე უნდა იყოსო. ხო, მახსოვს ჟურნალისტი. ის რომ ჟურნალისტებმა მითხრეს რომ ანუ ესეთია და ესე უნდა იყოს. ესე წერდნენ ადრე ინტერვიუებს. თორემ მე შემდეგი ყველა სახე ჩანსჩემი უკვე. ბევრჯერ ვცადება ცხოვრებაში გადაგდება წამლის, მაგრამ არაფხიზელ მდგომარეობას ვარჩევდი ყოველთვის ფხიზელ მდგომარეობას, გავურბოდი ყოველთვის რეალურ ცხოვრებას და პრობლემებს ძირითადად პრობლემებს მე თვითონ მიქმნიდი, არავითარი პრობლემა არ მქონდა. ყვიროდი, ჩხუბობდი, უგლეწავდი, რავი, აი ყველა გიჟი, ანუ შეურაცხადი ვიყავი და мотиваცია კიდე ჩემი ის იყო, რომ შვილი მყავს 10 წლის და რა საჭმელი უყვარს, რა უყვარს, ჟაფერი უყვარს, არ ვიცი. რა იყო ეხლა ნახე რა გავაკეთე მანდ რა, ჩემი ტვინით მივედი მადამდე. რომ ეხლა მეთქი ესეთი რაღაცა უნდა გავაკეთო, რომ უკან დასახევი გზა აღარ დავიტოვო რა. რომ ეხლა ხო ხტები ამდენ ხალხში ვთქვი და რაღაცა და ხო ხტები ბევრჯერ მინდოდა მე წამოსვლა, მაგრამ აი უკვე რომ რაღაცა ნალაპარაკები მქონდა, იქ რაღაცა შეპირებული ვიყავი, იქ რაღაცა ძალიან ბევრჯერ აი თითქოს და ეს ხიდები დაუწვი უკან წასასვლელი რა, აი ეგეთი ქცევებით რა. ანუ ამ ქცევებს გამოიმუშავებ სარეაბილიტაციო ცენტრში, ალბათ თერაპიების დროს მე ხო, მაგისტვის არიანი კონსულტანტები, თერაპევტები, 1000-ნაირი თერაპია გვაქვს ჩვენ ცენტრში, 5-ნაირი თერაპია გვაქვს სხვადასხვა სახის და სხვადასხვა განხრის და რეაბილიტაცია რა არის, ეს რო ავიღოთ, რეაბილიტაცია არის ახლიდან reability, ანუ რაღაცა უნარები გქონდა, რომელიც ეხლა დავკარგეთ, ან აღარ გვაქვს და ამ უნარების ახლიდან გამომუშავება ან სწავლა საერთოდ. რა შეიძლება არც გქონია შეიძლება რა. აი მაგალითად, ხშირად ყოფილა რომ ადამიანი მოსულა და არა აქვს ცოდნა იმისა, რომ რაიმე პასუხისმგებლობა არის მის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ყველაფერს უგვარებდნენ მშობლები, როგორც ჩვენ მანამდე გავიარეთ. დამოკიდებულების თემაში. და გავიარეთ ეს თემები რა და მოდის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აქვს პასუხისმგებლობის არც განცდა და არც იცის ეს როგორ უნდა გააკეთოს მაგალითად რა. ანუ ფაქტიურად როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რა უნდა ქნას არ იცის. ფაქტიურად საბავშვო ბაღში რო დაიწყებს სიარულსა და არა დაჟეს აი რეაბილიტაცია არის ზუსტად საბავშვო ბაღი. მანეჟი არის, სადაც ბავშვი სწავლობს სიარულს. ხო. სამყაროსადმი ნდობას, რაც მანამდე გავიარეთ, რაც მანამდე არ ქონდა, აქ უნდა ის. ჩვენ წინა პოდკასტებში რაც გავიარეთ, აი ეს ემოციური მოთხოვნილებები ისინი ყველაფერი ამ რეაბილიტაციაზე ხდება, მაგრამ ერთი რაღაცა არის. ბავშვი იწყებს თითქმის სუფთა ფურცლიდან, მაგრამ ნარკოდამოკიდებული, რომელიც 30 წლის, 40 წლის ასაკში მოდის რეაბილიტაციო ცენტრში, ის არ იწყებს სუფთა ფურცლიდან. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა? თავისი ჩემი რწმენები მქონდა და ჩემი ფასეულობები მქონდა და ჩემი აღქმები მქონდა აი ამ სამყაროსთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მე უნდა დავანგრიო და დავშალო მარტივმამრავლებად, რომ მე ახლიდან ავაწყო რა. აი ეს ჩემი ყველა პატერნი, თითქმის რომელიც იყო დამოკიდებული ჩვევები. პატერნი არის ერთი და იგივე ქცევა, მნიშვნელობა არ აქვს, რა შინაარსი არის რა. აი ეს ჩემი ქცევები იყო შესაძლებელი, ამ ქცევის უკან ყოველთვის რაღაცა რწმენები დგას, რწმენები არის შესაძლებელი, ამ რწმენის უკან ფასეულობა დგას, იდენტობა დგას და საერთოდ შესაძლებელია ჩემ ყველა ნაწილთან სამუშაოა, რომელსაც განსხვავებული რწმენები და განსხვავებული ქცევები აქვს. და განსხვავებული ფასეულობები რა. ეხა იცი რა გამახსენდა? დედა შენს აქ მოყოლილი რაღაც პატარა ინტერვიუს წერდი და ბოდიში ისეთ გადახოვას გამახსენდა, უბრალოდ ესეთი ემოციური ის იყო. კიოში იყო თაზო და შენი და როგორც ვიცი ამერიკაში იყო მაშინ და დეშენი თბილისში იყო და გინდოდათ ანუ საერთო ქოლის გაკეთება, ანუ საერთო პროექტ დარეკვრის და ჯერო დარიამ და მირეკაო დეშენმა და მოკლეთო ეხაო თაზო ჩაგვერთვებაო და რო ჩავრთეთო თაზო და ვილაპარაკეთო, ანუ დიდხანს ვილაპარაკეთო, მე რო თაზოს გაუთიშეო დარიამ და მირეკაო და ესო თაზოაო მეკითხებოდაო. ანუ მას რამდენი ხანი არ ყავდი ნანახი? ხო, ჩემდას არ ყავდი კაი ხანი ნანახი, 5 წელზე მეტი. ხო და ეს ჩემთვის არის ემოციური ის რა. იმიტომ რომ ეს ჩემთვის რა, ბევრისთვის мотиваციაა. წარმომიდგენია ეხა შენი დის და დედა შენის გახარებული, ანუ თან ერთმანეთში გაცვლილი აზრი, იმიტომ რომ დედა შეიძლება ეგონოს რომ
თაზო всё გამოჯამრთელდა, კაია და ანუ იქ რა დამოკიდებულებაშიც ვიყავით რა როგორც გავარჩიეთ ის თემები, მაგრამ მეორე მხრიდან დანახული და შეფასება გაკეთებული ეს ძალიან სასწაულია რა. ხო, იმიტომ რომ გეცვლება ადამიანს, გეცვლება ჯერ პოზიცია რა, ძალიან კარგად წერს ესეთი არის ფსიქოლოგი ერიკ ბერნი, რომელიც წერსო ჩვენ გვყოლას ჩვენი საყვარელი ფსიქოლოგია უკვე ჩვენი საყვარელი. უკვე საყვარელი. ხო, ნუ ძალიან კარგად აქ ეს სცენარები რა, მე ძალიან მომწონს მისი ეს ახსნა განმარტებები, იმიტომ რომ სხვა თერაპევტებიც იგივეს ეხებიან, პროსტა სხვა სიტყვებით. უბრალოდ ბერნი რატო ვახსენებ ბევრჯერ, იმიტომ რომ ძალიან გამარტივებულ ენაზე მოგვაწვდის აი ამ ღრმა არაცნობიერ და ცნობიერ რაღაც შინაარსებს და ემოციებს და ქცევებს და ასე შემდეგ, პატერნებს ერთი სიტყვით და სცენარებს. როგორ ვლინდება ეს ყველაფერი რა და მაგითო ხშირად ვახსენებ ბერნს და ესეთი რაღაცას ამბობს ბერნი რომ ჩვენ ყველას გვაქვს რაღაცა ეგზისტენციალური ბავშვობიდან მიღებული პოზიციები რომელიც ცხოვრების დასაწყისში პირველ 7 წელიწადში ავიღეთ და თქვით რა ესე იქნება მე კარგი ვარ და სამყაროც კარგია ნარკო დამოკიდებულს აქვს ესეთი რაღაცა ორნაირია ან მე კარგი ვარ და სამყარო ცუდია ან მე ცუდი ვარ და სამყაროც ცუდია ხო, კარგი არც ერთი არ არის. შეიძლება იყოს ის რომ მე ცუდი ვარ და სამყარო კარგი. არა, ეგრე არ შეიძლება. არსებობს ეგეთი ეგზისტენციალური პოზიციაც და ხშირ შემთხვევაში აი რაღაც მომენტში პირდაპირ ვერ გადაკეთდება ადამიანი. აი ნახე ერთი პოლარობიდან მეორეში გადადის. ანუ მე ცუდი ვარ და სამყარო ცუდია, მე შემდეგ ფაზაზე აი რესოციალიზაცია შეიძლება მე ცუდი ვარ, მაგრამ სამყარო უკვე კარგია, ანუ რაღაცა ნდობა გამეშთა სამყაროს მიმართ. ამ პირიქით მოხდეს მე კარგი ვარ და სამყარო ისევ ცუდია. ანუ აი ადამიანი როგორ გადავა ამ ფაზებზე და როგორ მივა იქამდე რომ მეც კარგი ვარ და სამყაროც კარგია, ეს უკვე თერაპიაში და ეს კარგი რეაბილიტაციო პროცესის ამას შევეხეთ. მოდი თაზომ გაიარა რეაბილიტაცია, მე გაიარა რესოციალიზაცია, მე იყო ცენტრის დირექტორი კიევში, რომელიც თერაპევტი მე დაამთავრა დამოკიდებულების ფსიქოლოგია კიევში. აქაც ძალიან ბევრი მიღწევები აქვს. ბევრი მიღწევები აქვს, აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ თაზოს რეკლამა გამოვა და ფულს არ იხდის და რატო გავაპიარო. მოკლედ, დაარსე ცენტრი და დაარქვი ნება. ხო. რატო ნება? ჯერ ნება რატო? ნება. შენთვის რა არის ნება? ნება არის თავისუფალი ნება. ტყუილად ხო არ დაარქვი ცენტრს? არა, და გაგიხსნი რა არის ნება. ნება არის, როდესაც მე მაქვს თავისუფლება აი როცა რაღაცა მინდა და რაღაცა მესაჭიროება, გამოვნახო ნებისყოფა და გავაკეთო ის, რაც იმ მომენტში არის ჩემთვის საჭირო. ანდაც კიდე აი ბევრი რამის გამოქვია რა ნება. თავისუფალი ნება. ხო. არასდროს არ მქონია, იმიტომ რომ ნარკო დამოკიდებულ ადამიანს არ აქვს არჩევნის საშუალება. შეიძლება ბევრი ფსიქოლოგი შემომედაოს ახლა, რომ დამოკიდებულს აქვს არჩევანი, მაგრამ კომპულსია განსხვავდება იმითი, რომ მე არ მაქვს არჩევნის საშუალება. არ მაქვს არჩევანი. ვერ ვხედავ არჩევანს და თუ მე რაღაცას ვერ ვხედავ, ესე იგი არ არის. როგორც პატარა ბავშვი იზრდება და ესეთი მუდმივობის ობიექტი არსებობს ესეთი თეორია, რომ ბავშვი რო ვერ ხედავს, ესე იგი არ არსებობს ბავშვისთვის, აი ზუსტად ესე არის ნარკოდამოკიდებული ადამიანისთვის. ნარკოდამოკიდებული ადამიანი ვერ ხედავს სხვა პერსპექტივას, სხვა გზას და სხვა არჩევანს. და თუ ვერ ვხედავ, ესე იგი მე ის არ მაქვს. ხო, მაგრამ ხო შენი არჩევანი იყო, რომ წახვედი იმაში ცენტრში. ეს გამოჯამრთელება ჩემი არჩევანი არ ყოფილა ესე. მე იმდენად დავიღალე და იმდენად აღარ მინდოდა უკვე რომ მოდი რა ვცდი რა გამოვა არ გამოვა და წამალი სულ იქნება. აი კიდე დაუბრუნეთ ნებას. ხო. ნება რა არის? თავისუფალი ნება არის, როცა მე შემიძლია ვაკონტროლო ის ძალები, რომლებსაც აქვს ჩემზე კონტროლი. ანუ დესტრუქციული ძალები. არა, ნებისმიერი ძალა. ანუ ნებისმიერი. აი სურვილი. მე მინდა და ეხლა რო ავხდე და წავიდე რა. მე მინდა რომ წავიდე ეხლა და ავდგე და წავიდე. ანუ ეს მინდა შემილია ვაკონტროლო რა. შემილია რა არის კიდე თავისუფლება. ხო რაღაცა შინაარსები არის, რომლებიც მე მართავენ, მაგრამ მე როცა ამ შინაარსებზე მაქვს ძალაუფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მე თავისუფალი ვარ რა. ცენტრი სიტყვისგან გამომდინარე,
ამაზეა დაფუძნებული, ანუ ამ პრინციპზეა ყველაფერი. აგიხსნი რა რას გულისხმობ ჩემს პროფესორს სხვა ცენტრებზე არ გვილაპარაკია. დიმიტრი ნადირაშვილს უყვარს ეს ამის აი ამ მეტაფორის მოყვანა. და რას გულისხმობ ეხა თავისუფალ ნებაში და არჩევანში. რომელიც ნარკოდამოკიდებულს მოხმარების დროს არ აქვს. მე რეაბილიტაციაზე ჩნდება ეს არჩევანი. აი რეაბილიტაციის მერე რომ მოიხმაროს ნარკოდამოკიდებულმა ეს იმას ნიშნავს რომ მან არჩევანი გააკეთა. მანამდე არ ქონდა არჩევანი. მაგრამ სასწორზე რომ დადო რაღაცა და 3-4 წელი ადამიანი რო ფხიზელი იყო და წავიდა და მოიხმარა ეს უკვე მისი არჩევანი იყო. შეგვიძლია ფსიქოლოგიურად თქვა რომ იმ მომენტში ის სხვა გზას ვერ ხედავდა, მაგრამ მაინც ეს უკვე არჩევნად ითვლება. მაგრამ აი ეს მეტაფორა მოყავს ხოლმე დიმიტრის და მინდა რომ მოვიყვანო რა ბატონ დიმიტრის. ესე იგი ალექსანდრე მაკედონელი მიდის უდაბნოში თავის ჯართან ერთად და არ არის წყალი, გათავდა რა წყალი და მოუტანეს რა წყალი დარჩა და მიუტანეს და ნუ იმპერატორს წყალი რა დალიო. და ესეც სიტყვებს ამბობს, მე მწყურია, მაგრამ მე არ დავლევ და დავიტანჯებ ისე როგორც ჩემი ჯარი იტანჯება და ასხავს წყალს. აი ეს იყო მისი ნება. მას წყუროდა, ქონდა სურვილი, ხო, თავის ნება გამოხატა. მაგრამ გამოხატა თავისუფლება. ეს იყო მისი თავისუფალი ნება. ხო, რო დაელია წყალი? ისეს თავისუფალი ნება იქნებოდა ალბათ, მაგრამ ნახე რა რას გეუნები, მან გამოხატა თავისუფალი ნება. გასაგებია. ანუ მას არ უთქია, მე არ მინდა წყლის დალევა და მე არ მწყურია და არ გადაისი არ. ანუ მწყურია, მაგრამ არ დავლევ. მაგრამ არ დავლევ და დავიტანჯებ ისე როგორც ჩემი ჯარისკაცები, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მინდა რაღაცა, მაგრამ მე შემილია ჩემი მინდას საპირისპიროდ წავიდე. ანუ რაღაცა პიროვნულ დონეზე გადაწყვიტა ამ ადამიანმა. ანუ როგორც იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტა. როგორც იმას ამბობ, ერთ-ერთი ის მაქვს ნანახი შენი ვიდეო, სადაც ამბობ, რომ ჩემი ნება არის ჩემი ნება შეიძლება იყოს წავიდე და მოვიხმარო, ან წავიდე და საწვარჯიშო დარბაზში სპორტით დავყავდე. არის ხო, ნუ არის, აი ეხლა. მაშინ არ ქონდა, ხო, მაგრამ აი ეხლა რაღაცა სტრესი შეიძლება მქონდეს, ხო? ხო. სახლში მაგალითად ან ცოლთან, მეუღლესთან, ყველას აქვს სტრესი. ხო, ყველას გვაქვს სტრესი რაღაცა. და ამ სტრესში მე მაგ არჩევანი. დავრჩე ამ სტრესთან განვიცადო როგორია ეს სტრესი, შევიგრძნო და ამ შეგრძნებაში მოვა პასუხი, მოვა რა უნდა გავაკეთო, ხო, მომცემს რა, ეს ამასთან ერთად რომ განვიცდი ამას, მომცემს ეს წამოიღებს, ასე ვთქვათ. თავის ხო, პასუხი წამოვა. პასუხებს. და მაქვს მეორე გადაწყვეტა, გავდე, წავიდე და მოვიხმარო. და დაიწყო და რაღაცა, ხო, გავექცე და რაღაცა ილუზია ავიშენო. უკვე მაქვს არჩევანი რა, იმიტომ რომ დიდი ხანია აქტიურად შიშებთან დარჩენა ეს 3-4 წელი აი რომ გამოვჯამთელდი, ხო? რომ დავიწყე გამოჯამთელება. პირველი 3-4 წელი ჩემი ტვინი ყოველთვის აგდებდა მაგ ვერსიასაც რა, რომ აი ხლა ეს გავაკეთო და წავიდე და მოვიხმარო. გაქცევის ვერსიას. ხო, ეგ ვერსია ყოველთვის იყო რა. მოდი ამას დავარქვათ გეგმა B რა. გეგმა B ყოველთვის იყო. გეგმა B რომელიც გაქცევა ისე. იმ შიშებისგან და პრობლემებისგან გაქცევა, რასაც ვილაპარაკეთ ჩვენ დამოკიდებულებაზე. კი. და რა არის, რომ იძახიან, რომ ნარკო დამოკიდებულება ესე ეძახის სხვა პროგრამები მაგალითად რომ ნარკო დამოკიდებულება ქრონიკულია და მუდმივია. მოდი მაგას ცალკე ვილაპარაკოთ. მე რატო ამბობენ მაგას მე გეტყვი რა, საიდან მოდის ეგ? აი ზუსტად იქიდან მოდის რომ ჩვევა მუდმივია. შენ ერთხელ რაღაცას ისწავლი, ის სულ გახსოვს. ხო, რა თქმა უნდა. სულ გახსოვს. ველოსიპედის ტარება სამეთარ. ხო, ველოსიპედის ტარება მაგალითად ცურვა, ხო? ხო, აუცილებლად. ხილამურებით რეალია, ცურვა, რომ დიდი ხანი რო არ ინსტინქტების და ჩაგაგდონ გაცურვა. ხო, რა თქმა უნდა. აი ზუსტად ეგრე არის ტვინში სტრესის დროს აი ეს რომელიღაცა უბანი ანთებს სიგნალს რომ კიდე აი ეს ვარიანტიც არის რა. ხო, რაღაცა გაქცევის მცდელობა არის. თუ შეიძლება ადამიანი ერთ ურთიერთობაში თუ გარბოდა მეორეშიც აუცილებლად გაიქცევა. ხო, აი ეგას, ანუ რას ვამბობთ, რომ სტრესის დროს მაგ ვარიანტს ამოაგდებს მთელი ცხოვრება ამოაგდებს. აი რო ეკითხებიან ადამიანს რომ ეხლა შენ კიდე გინდა მოხმარება და აი რეაბილიტაცია ხშირად არის რომ ურეკავენ და დედა მე აღარ მინდა მოხმარება, მოდი ეხლა წამიყვანე. ეს პარასკევი დღე ხო არა, ხუთშაბათი. ხო, რატო ამბობენ ამას რა? რომ აი მე აღარ მინდა იმ დროს შეიძლება მართლა არ უნდა და მჯერა ზუსტად იმ დროს არ უნდა.
მაგრამ ყველაფერი კარგათაა იმ დროს, ოჯახთან შერიგდა, რაღაცა სიტუაცია დაულაგდა. სიტუაცია კარგათაა, იქ დედა აღარ ნერვულობს. ხო, დედა აღარ ნერვულობს, რეაბილიტაციაზეც კარგად არის დინამიკა მისი, თერაპიებსაც ესწრება, всё ყველაფერი კარგათაა. რა არის აქ თავი? კარგად როცა გაქვს, მაშინ როგორი ხარ, ვაფშე არ გვაინტერესებს, საერთოდ არ გვაინტერესებს. სუდად როცა ხარ. სტრესში რანაირი ხარ ეგა. მაგით არის ჩვენი რეაბილიტაცია 6 თვიანი. რეაბილიტაცია. პირველ სამთვეში რანაირი ხარ, გასო მაგია, რო დაიღლები 6 თვის თავზე, როგორ იქცევი, რა მაშინ ჟღავნდება ყველაფერი შენი. მოთფინება, რაც გჭირდება, სტრეს მედეგობა, რაც გჭირდება, დამოკიდებულებაში პირდაპირ გჭირდება, იყო მომთფენი, იყო მედეგი, ანუ სტრესს გამძლე და როგორი ხარ სტრესში. რომ შეისწავლო შენი თავი სტრესში რას აკეთებ. ანუ უნდა ჩააღვარდე უხერხულ სიტუაციაში, რომ გამოცადო თუ რა ისწავლე. ხო, თუ რა აბა რა სტრესში როგორი ხარ. ხო, ეგეთი. ხო და 6 თუ ერთ და იგივე რუტინაში რო ხარ, სტრესია, მაგარ. დამეთახო. ანუ გამოცდა იდეაში, ხო, რომ აი სწავლობთ, მთელი წელი სწავლობთ, რომ მე გამოცდა ჩავაბაროთ, რომ რა ვისწავლე. სტრესში როგორ გავარდე თავი რა. ერთი ისტორია გამახსენდა, მე მგონი ერთად იყავით უკრაინელების 12 ნაბიჯის სარეაბილიტაციო ცენტრში, ერთი ბიჭი იყო რა, 18 წლის თუ 19 წლის იყო და რო ამოიყვანეს, რა ვიცი, ერთი 70 წლის კაცს გავდა რა. და შემდეგ მახსოვს, რომ ერთი თვეში ისე მოვიდა, რომ ისე 17 წლის ბიჭი გახდა, რაღაც ცოტა პრობლემები ჰქონდა ის, რა ქვია, რაღაცების შეიძლებოდა კბილის ექიმთან წაყვანა ამ ბიჭის და დედამისმა და მამამისმა გაუშვეს ანტალიაში. იმიტომ რომ მათ ჩათვალეს და მისმა ჩვენმა ჩათვალა რომ გამოჯამთელდა. და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ბიჭი მე 2 თვის შემდეგ ვნახე ჩემთან корпуსთან აი ესე დაგდებულ მდგომარეობაში. ჩვენთან ერთად იყო ვიცი ვიზეც იძახი, მახსოვს. ხო და მე ვიცი რომ ძალიან ბევრი დედა, ეხა ძალიან ისეთ სენსიტიურ თემებს უნდა შევეხო, განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფი დედები ძალიან იმედის თვალით უყურებენ ამ ცენტრებს. ძალიან იმედიანად არიან ეს ადამიანები და ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც გამოჯამთელდნენ და უკვე რესოციალიზაციაზე კი არა, უკვე გამოვიდნენ და ცენტრებში მსახურობენ, თქვენ ცენტრში, სხვა ცენტრებში მსახურობენ და ძალიან დიდი იმედია ამ მშობლებისთვის, განსაკუთრებით ემიგრანტი დედებისთვის, რომლებიც შორს არიან წასულები და მათი შვილის გაზდის პროცესშიც, მერე ჩამოყალიბების პროცესშიც არ მიუღიათ მონაწილეობა და ძალიან დიდ მადლობებს იხდიან და მე 1-2 ადამიანი ვიცი და ძალიან დიდი მადლობა მითხრეს დამავალეს შენთან, რომ დღეს მეთქვა შენთვის, რომ შენ ხარ ამ ადამიანების იმედი და მათი შვილების გადამრჩენელი. მარტო მე არა, მთელი ჩვენი გუნდი გას. მე შენთან დამავალეს, ანუ ნებასთან დამავალეს, დამიკავშირდნენ და ძალიან მინდა რომ ბევრი ცენტრები იყოს ესეთი, ანუ თქვენი ცენტრიც ბევრი იყოს, მე ვიცი რომ ერთი გაქვთ და მინდა რომ ბევრი ფილიალი იყოს და რაც უფრო მეტი ფილიალი იქნება, მით უფრო მეტი ბმა ექნება ამას ნარკოლოგიურ კლინიკებთან, მეტი რეაბილიტანტი მოვა და მეტი გამოჯამრთელებული ადამიანი გვეყოლება. ეხლა შევეხოთ თუ რა გზა უნდა გაიაროს დამოკიდებულმა, რომელიც ეხლა მოხმარებაშია და ეს ამ ცენტრის შესახებ არაფერი არ იცის ამ რეაბილიტაციის, რა გზა უნდა გაიაროს ამ ადამიანმა ცენტრამდე მოსასვლელად. აუცილებელი არა ნებაში რომ მოვიდეს. ნებაზე კიდე ცალკე ვილაპარაკოთ, მაგრამ ანუ სადღაც სარეაბილიტაციო ცენტრში რომ მივიდეს და დაიწყოს მისი რეაბილიტაციის და შემდეგ რესოციალიზაციის პროცესი. მივიდეს ჯერ ნარკოლოგიურში. მოდი აი პუნქტებად ჩამოვყოთ, რომ პირველი მაგალითად არის ადამიანი დიდ დოზაზე, რომ რაღაცა ოპიატზე ან ჰეროინზე ან რაღაც ესე ცნობილ სირეთზე ესე იცნობენ ან რაღაცა არ ვიცი მეტადონზე. მოდი მშობლებისთვის გასაგებინაზეც ვთქვა. მეტადონზე, რომელიღაცა ოპიოიდის ჯგუფზე არის რა. ანუ ნარკოდამოკიდებულია. კი. პირველ რიგში თუ დიდ დოზაზეა არ მიიღებს არც ერთი კლინიკა და ამიტომ მან უნდა დაუწიოს დოზას. დაწევის დოზა არსებობს ესეთი ვარიანტი, რომ წავიდეს და შევიდეს პროგრამაში და ნელ-ნელა ამას გულისხმობს სახელმწიფო პროგრამა. სახელმწიფო პროგრამაში შევიდეს და ნელ-ნელა მეტადონის და კიდევ რაღაცის პროგრამა თუ არ ვწდები.
ორი პროგრამა არის. მეტადონის და სუბოქსინის. სუბოქსინის. შეუულია ერთში შევიდეს და მეორეში შევიდეს. აქ როგორ შედის? არის უფასო. გავიგე, აქ როგორ შედის? მიდის, მიაქვს რაღაც არა, მიდის თავისი პირადობით და ეუბნება რომ მინდა შემოვიდე პროგრამაში, მე ვარ მომხმარებელი, აუღებენ ანალიზს, თუ ამოუგდო ჩასოვენ. ხო, ანუ ან ერთ პროგრამაში ჩასოვენ, ან ან მეორეში. ხო, რომელს თვითონ უნდა რა. გასაგებია. შემდეგ როგორ ხდება ამ პროგრამიდან ნარკოლოგიურამდე მისვლა? ჩვენ ესეთ რაღაცას ვაკეთებ. ჩვენ მაგალითად აი დიდ დოზაზე ყავს ადამიანი. მე ჩვენთან არის სარეაბილიტაციო ცენტრში, ჩვენ დავყავს ეს ადამიანი ყოველ დილით. ჩვენს კონსულტანტებს ჩაყავთ მანქანით ან ტაქსით, ჩაყავთ პროგრამაში, ასმევენ, შეყვება შიგნით კონსულტანტი, დაალევინებენ, გამოვა კონსულტანტი, გამოიყვანენ ჩაჯდებიან მანქანაში და მოდიან. ანუ პარალელურად შეიძლება თქვენთან იყოს ადამიანი და თან იაროს პროგრამაზე, ანუ ეგ სერვისიც აქვს. კი. ამის შემდეგ როცა ხდება კლება, როცა ხდება კლება, სავარაუდოდ თუ მან თავისი აიღო და თქვა რომ მე არ მინდა ნარკოლოგიური და ეს ორნახევარზე ჩამოვალ და ნელ-ნელა გადავაგდებ და რაც იქნება, მე ჩვენთან არის ანუ დამჭირდება დეტოქსიკაცია. ხო, ამჭირდება დეტოქსიკაცია. მოდი ავხსნათ საზოგადოებას რაც არის დეტოქსიკაცია. მაგრამ ზოგი არის რომ აუცილებლად ჭირდება. ხო, მოდი ავხსნათ რომ სამკვლევი იყოს რა. შევდივართ პროგრამაში, პროგრამიდან მე გამოვდივართ, დაბალ დოზაზე ჩამოვდივართ, მივდივართ ნარკოლოგიურში, იქ გვაგდებინებენ ლომკას, ესე აბსტინენციას გვიხსნიან, ანუ გვაგდებინებენ ლომკას და მე მივდივართ სარეაბილიტაციო ცენტრში. კაი, მაგალითად სიტყვაზე და იწყება პროგრამა. სიტყვებისთვის ცალკე, ნათესაობისთვის ცალკე, თვითონ ბენეფიციარისთვის ცალკე. შეიძლება თქვას ადამიანმა რომ მორჩა, აი სუფთა ვარ. იქაც ვიარე, აქაც ვიარე და რაში მჭირდება რეაბილიტაცია? შეუძლია თქვას და უფრო მეტი ადამიანი ამბობს ესე და მე არის მაგიტო რომ ეს დადიან წრეზე ანუ რემისიაში არის. ნარკოლოგიურში დადიან წრეზე რა, გამოვლენ და იმ თავით რომელმას დაიწყო მოხმარება, იმ თავით მაგ პრობლემას ვერ მოაგვარებ. თავში უნდა შეიცვალოს რაღაც. რეაბილიტაციას რა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება დამოკიდებულის გამოჯამრთელებაში? აი მოვედით აქ. რეაბილიტაციაზე ხდება ესეთი კომპლექსური მიდგომა, სადაც ადამიანთან მუშაობთ სხვადასხვა სფეროებში ადამიანის. რა ეს არის? აი პირველად მოვედი რეაბილიტაციას და რითი ვიწყებთ? აი რითი ვიწყებთ? მოდი გავხსნათ სულ მთლიანად რეაბილიტაცია და თქვათ, ანუ რითი ვიწყებთ? შემოვედი მე რეაბილიტაციაზე, სადაც შენ გეგონა რომ თეთრხალათიანი ადამიანები უნდა. შემოვედი რეაბილიტაციაზე, შედიხარ საკონსულტაციოში და გეუნებიან გიხსნიან პროგრამის წესებს, консультанტები ხვდებიან, გიხსნიან პროგრამის წესებს და გეუნებიან ცხოვრებას. კი, როგორ უნდა მოიქცე, აქ ჩვენი შიდა წესები გვაქვს და რა უნდა გააკეთო ამისთვის. გასაგებია, ანუ დილას გავიღვიძე, მეორე დღეს გავიღვიძე, ბევრი ადამიანი დამხვდა, რომელიც არის ზოგი 3 თვეა უკვე მოსულია, ზოგი 6 თვეა, ზოგი 4 დღეა, რა ვიცი, რამშულობა აქვს. ანუ რას ვაკეთებ? რა დილიდან იწყება ესე, დილის 7 საათზე იღვიძებენ. აქვთ მე 9 საათი მოსაწესრიგებლად. ანუ ეს კომფორტულ გარემოში ხდება, ხო? კი, მე არის დღის მიზნების დაწერა და რაც საიდუმლოა, მოდი არ მითხრა. არა, დღის მიზნების დაწერა და წიგნის კითხვა, მე არის ჭამა, მე არის, არა, მანამდე ვარჯიში არის, მე არის ეს ჯგუფი, მე არის ჭამა, მე არის პირველი თერაპიული ჯგუფი, ამოდის ფსიქოლოგი 11-დან პირველამდე. მე არის 1 საათიანი სახლის დავაგება, იმიტომ რომ ოციკაცია სახლში და აუცილებლად უნდა დავაგდეს სახლი და ყველა თავის პასუხისგებლობა აქვს, არა სწავლობენ ამ პასუხისგებლობას. ანუ პასუხისგებლობით იწყება ჩემი დილა. კი, არა. ხო, ნუ ასეთ ყველაფერი პასუხისგებლობით იწყება, მაგრამ ყველაფერი რაც კეთდება რეაბილიტაციის ყველაფერი კეთდება სპეციალურად. რატო არის ეს სპეციალურად არის ეს ეგრე? არაფერი არ ხდება იქ ისე უბრალოდ. ანუ ყველაფერს სწავლობთ თავიდან. თავისი წესი აქვს? წესი აქვს და თავისი დრო აქვს და თავისი დატვირთვა აქვს. მე რავშვებით, მე პირველიდან 2-მდე ვალაგებთ, 2-ზე არის უკვე სადილი, 3-მდე აქვს თავისუფალი დრო, ამ თავისუფალ დროს ეზოში დადიან, კონსულტანტებს ელაპარაკებიან, მუსიკას უსმენენ, შეიძლება ვიღაც დავალებები აქვს და დავალებებს წერს. მე აქვს რაღაც განხილვის ჯგუფი. განხილვის ჯგუფი რას ნიშნავს? ეს უკვე საღამოსკენ არის, შუა დღეს. არა, 3 საათზე იწყება.
აქვს განხილვის ჯგუფი, ნახევარსაათიანი, რაღაც წიგნს ვიღებთ ყოველთვის და ამ წიგნს ვარჩევთ ხოლმე. ეხლა მაგალითად არჩევენ ესეთ წიგნს. ანუ ყველა ერთ წიგნს კითხულობს? ყველა ერთ წიგნს კითხულობს, ერთ თავს კითხულობს, ერთი კაცი და მე იმაზე იმაზე ლაპარაკობენ. ეხლა ჩვენ გვაქვს ესეთი Daily Stoic ესე ქვია წიგნს და მაგას არჩევენ. მოკლედ მე გვაქვს გარჩევის მერე რა გვაქვს? მეორე თერაპიული უკვე ყველაფერი თერაპიული ჯგუფია, რაც კი დავასახელე ჭამაც, იმიტომ რომ ყოველთვის იმ დროს არის, როცა საჭიროა. მე არის ისევ ან mindfulness-ი, ან ფსიქოთერაპია, ან ინტერვიზია, ან ჰოლოტროპული, ან იოგა, ან რავი. არტ თერაპიაც გაქვთ როგორც ვიცი და მამაოც ამოდის. კი, ესენი არის ეგ ჯგუფები არის ან 11-დან პირველამდე, ან 3-დან 5-მდე. მე არის სპორტი. ჩვენ გვაქვს ჩვენი სპორტ დარბაზი, სადაც ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება სპორტს. ვარჯიშის მე არის ვახშამი. საჭმელებში რო ვერ ვერკვევი ის ვახშამი. ის ვახშამი და ვახშმის მერე არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც ქვია თვითანალიზი. ანუ შეჯამება, დღის შეჯამება თვითანალიზი, ესე ქვია რა, თვითანალიზი და დღის შეჯამება. ანუ ანალიზს აკეთებ დღის განმავლობაში, კითხულობ რას გაუმკლავდი, რას ვერ გაუმკლავდი, აი ეს დილით რო მიზნები დაწერე, რას მიაღწიე, რას ვერ მიაღწიე და უკავშირს გაძლევენ მთელი დღის განმავლობაში შენს ქცევებზე და შენს სხვა წევრები, ხო, შენს ქცევებზე, შენს მოტივებზე და ასე შემდეგ. 23 საათზე არის უკვე სიჩუმე სახლში გამოცხადდება და იძინებს ყველაფერი მოთავებული უნდა იყოს 11-მდე რა. კარგი, ესე შეკითხვა გამიჩნდა. მაგალითად ამბობ, რომ 6 თვიანი რეაბილიტაციის კურსი აუცილებლად. მე შემიძლია რომ სიტყვაზე მოვიდე და ძალიან მოტივირებული ვარ, ორმაგად გძნობ ჩემს პასუხისგებლობას და გავიარო 3 თვეში. ერთი ძალიან მაგარი სიტყვები არის ესეთი რამე, რომ შენ თუ ბავშვი ჩქარა გინდა, ძალიან მოტივირებული ხარ და ჩქარა გინდა რა ბავშვი რა. 9 ქალი რო დააორსულო, ერთ თვეში ბავშვი არ გიყოლება, მაინც 9 თვე უნდა გავიდეს. ანუ ყველა ვარიანტში უნდა პროგრამა, რა უნივერსიტეტში ძალიან მოტივირებული მივედი და ვეუბნები ესეთ რამეს, რომ აი მაგისტრატურა მინდა 2 თვეში გავიარო რა. ანუ მივედი სადღაც და არის პროგრამა. მთელი არსი რა არის ამ პროგრამაში, რომ უნივერსიტეტში რატო გაძლევენ ამდენ დავალებას, რომ გაიგონ რამდენად შეგიძლია და უნარი შეგწევს ამის გაკეთების, ანუ შრომას გასწავლიან. გავიგე, 3 თვეში არ შეიძლება და შეიძლება 6 თვე, მაგრამ 6 თვეში ხო შეიძლება ვერ გაიაროს და 8 თვე დაჭირდეს ვიღაცას. ყოფილა ეგეთ შემთხვევა. ხო, მაგას ვამბობ. ყოფილა ეგეთ შემთხვევა. ანუ გრძელვადაში უფრო ყოფილა 5 თვეშიც გადაგვიყვანია ადამიანი რესოციალიზაციაზე. შენ მე მახსოვს რომ 6 თვე ცოტა ნაკლები. ცოტა, ანუ 5 თვე 6 თვემდე, ერთი კვირით ადრე რა. 6 თვემდე გადახვედი უკვე რესოციალიზაციას და მე ერთი ქართველი ვიყავი, მაშინ ყველაფერს თავისი ის ქონდა რა, ერთი ქართველი ვიყავი და ისეთი რა, ვისაც გამოჯანმრთელება უნდა და სულ ვიღაცა მოდიოდა ხან ვიღაცა იმას უგდებდა ბროსებს, აი ხო მაშინაც იყო რეაბილიტაცია და ყოველთვის იქნება ეგეთი რაღაცეები რა. რამდენად დაცულია რეაბილიტაცია სარეაბილიტაციო ცენტრი? ყველას აინტერესებს, რომ ეს შვილი კი გაუშვა სადღაც. მაგრამ ეხლა იქ კი რეაბილიტაციას გაძევს, მაგრამ რა შანსია რომ იქ რაღაცა არ ხდებოდეს? მოდის ადამიანი და იჩხრიკება რა. თავიდან ბოლომდე. მე ხო ბევრჯერ მაქვს დიდი ხანია ნამუშევარი მაქვს რა და ყოფილა ეგეთი პრეცედენტი უკრაინაშიც ყოფილა ეგეთი პრეცედენტი რომ გაუშვია ჩესტომა ან რაღაცა ძალიან დამალული ქონია და ვერ გაუჩხრეკიათ, მაგრამ ეს არის მილიონში ერთხელ რა ესეთი შემთხვევები რა და მაგ შემთხვევებისგან თავს ვერავინ ვერ დაიცავს 100%. ციხეში შეაქვს ბოლოს და ბოლოს ნარკოტიკები. მაგრამ დაცულობა, კამერები არის, თერაპიულ იმებში არ არის მარტო კამერები ჩვენთან ანუ კაბინეტში არ არის და არ არის იქ რა ქვია პერიმეტრი კონტროლდება. პერიმეტრი კონტროლდება, ანუ არის რა კამერები რა. გაქცევის მცდელობები თუ არის ხოლმე, რომ აი წავიდეს. და სადაც თერაპია ტარდება, იქ არ არის რა ისა კამერა. დანარჩენი ყველგან არის კამერა. ხო, რომ არის მინებოდეს მისი საუბარი. გაქცევის მცდელობებიც არის, რა თქმა უნდა, ციხე ხო არ არის, კაცო. მე მახსოვს რომ შენ გქონდა მცდელობა. რისი კაცო? ანუ წასვლის სარებად წავედი კიდევაც მე ერთხელ. მაგრამ ამობრუნდი საღამო. ერთ დღეც არ გასულა რა, და ესე 4-ზე წავედი და მეორე დღის 7 საათზე დილით ამოვედი. ხო, ანუ ეს დაკეტილი სივრცეა, თუმცა არ არის
ის რომ ჩავკეტე და ამ ადამიანს არ გავუშვებ და ანუ თავისუფლებას არ უზღუდავთ მოკლედ ამ ადამიანებს. დამოკიდებული ადამიანი რომ მოდის თავისუფლება არ ვიცი არ არის ის თავისუფალი რა და მე როგორ უნდა შეუზღუდო თავისუფლება როცა მან თავის მოხმარებით უკვე შეიზღუდა თავისუფლება რა ეს თავისუფლების ილუზია არის. თორე მე რომ მივედი რეაბილიტაციაზე ხო დეეჩემიც და დამეთანხმება და ყველა ჩემი ვინც ჩემთან ერთად იყო და შენც რომ მე არავის არ ჩაუკეტივა რეაბილიტაციაზე და არავინ არ მყავდა ისეთი რომ ვერ ეძახდა ბაბუაჩემი და ბებიაჩემი ჩემზე უარს რა რომ მისულიყავი უკვე რეაბილიტაციის და ხომას არავინ არ ამოიღებდა რა რასაც მე გადავწყვიტავდი ისე იქნებოდა მაგრამ იმან მიმიყვანა მე ესე არ მისულა რეაბილიტაციაზე რომ ეხლა მე ნიცაზე გავფრინდე თუ კანალის კონტროლს. ხო, თუ იმაზე რა ვქი, სარეაბილიტაციო ცენტრში მივიდე. არ ყოფილა ცხოვრება მისე მოიტანა რომ მეც ანუ ძალით მიმიყვანა ცხოვრებამ, თორე ჩემი მივდივართ რეაბილიტაციაზე ეგრე არ ყოფილა. ეხა ცოტა ქება გამომივა შენი, მაგრამ უნდა გამოვიდეს კაცო. არა, უნდა ვთქვა, არა. უნდა შემაქო, შესაძლოა. ეხა ცოტა ქება გამომივა. მე როგორც გარკვეული ამ სარეაბილიტაციო ცენტრებში, იმიტომ რომ 2018 წელს შე რო რეაბილიტაციაში მიხვედი, მე აქტიურად ვიყავი ჩართული ამისი PR-ის პროცესში, ყამირი იყო, არავინ არ იცოდა, ძალიან ბევრი შეურაცხყოფა ხდებოდა რა რეაბილიტაციის ცენტრში გამოჯამრთებული ნარკომანის ადგინახავს, ზოგი გწყვილობდა, ზოგი გვაგინებდა, რა ვიცი. ზოგი გწყვილდა, ზოგი გვაგინებდა, მაგრამ მე ვამბობდი, რომ აი აუცილებლად მაგალითად ჩემი ფავორიტი იყავი რეაბილიტაციაზე და ჩვენ მე კიევში სონიგედო კიევშიც კი ნახე მყავხარ ჩისტა კროუკა კიევშიც კი ვარ ჩამოსული შენს ანახავად მოკლედ ამაზე არ არის საკითხი ჩემს დიდ მეგობართან ალექსეი ლინიკთან სახში რომელიც გვაჭმევდა უმთევზებს რო კაი მახსოვს და გვასმევდა იმას პუერს შავს ძალიან სურიას ძალიან მაგარი კაცია ჩემი პირველად რა ხე მასთან რობოტი პტერსასრუტი რო დადის და რაღაცა მოდი აქ ეძახ სერიოზული გაჯეტში კი იყო. რასაც უკვირდები ამ 2018 წლიდან და ნუ უყურებს ამ სარეაბილიტაციო ცენტრებს შენ დაიწყე რაღაცეების დანგრევა და რაღაცეების ახლებურად გაკეთება. ანუ შემოქმედებითობა შემოიტანე რეაბილიტაციაში. კი, ეგრე ანუ არის. შემოქმედებითად მიუდექი და არ მიუდექი აი ესე დაშტამპულად რომ აი ვიღაცეებმა ამერიკაში შექმნეს ეს 12 ნაბიჯის პროგრამა როდესაც და აი ესე მივდივართ. ანუ 12 ნაბიჯი უნდა გაიარო, 12 თვე, 12 ნაბიჯი და რაღაცა ასე შემდეგ. და გაყევი შენს ნებას ფორმატს და შემოიტანე ქართული რაღაცეები. ანუ მენტალობითაც სხვა მენტალობით შემოიტანე ეს პროგრამა. როგორ ფიქრობ, ეს კარგი იყო საზოგადოებაში? ანუ დამოკიდებულების თან რაც მაკლა რეაბილიტაციაზე და რაც ჩემს გამოჯამრთელებაში შეიტანა დიდ წვლილს ისინი დავამატე. ესეთი რაღაცები არის მაგალითად მაგრამ მინდოდა ხოლმე რომ სადმე ჯგუფურად წავსულიყავით ექსკურსიებზე და რამე რა და კი ვქონდა ჩვენ ახლა, მაგრამ ესეთები არ ვქონდა რა. ხო, მახსოვს წედაში ჩაგიყვანდნენ, ჩამოგიყვანდნენ. აი ესეთი რაღაცები გუდაურში წასვლა, თხილამურები, ისიქ, ანუ თან ჩემ ოჯახთან ერთად მივდივარ, იქ მიყავს ოჯახები, მეც, ვოვასაც და ხო იქ ვანახებთ ჩვენს მაგალითზე რომ ბედნიერი შეგიძლია იყო რა. ანუ რეაბილიტაციიდან გასვლის შემდეგ შენც უნდა შექმნა ოჯახი და შენც უნდა იყო ხო ბედნიერი შეგიძლია იყო რა. მთელი ნარკოდამოკიდებულების მთელი არსი რა არის რომ მე რაღაცა არ მაკმაყოფილებს და შემომაქ რაღაცა ჩემს ცხოვრებაში რომ ამ რაღაცა მოიტანოს ჩემში კმაყოფილება რა და რომელიც კი მოაქვს კმაყოფილება მაგრამ მანგრევს ეს ერთგვარად მე თორე რო არ მანგრევდეს ვინ მამაძაღლი რა ეგ არის რა და ანუ გასვლითი რეაბილიტაცია გასვლითი ანუ ეს წარმოუდგენელი არის იყო ჩემთვის აქამდე რომ ვიღაცას რო ეთქვა რომ აგერ რეაბილიტაციაზეა და სად არის თქვენი შვილი აგერ ბაკურიანში ყავთ საყვანელი თხილამურებზე გადის რეაბილიტაციას და ცოტა სასაცილოდ მომეჩვენებოდა მაგრამ რაღაცები რომ ნახე ანუ იქაც კი თერაპიებია რა. ჯგუფები იყო თერაპიებია, მაგრამ რაღაცა ვარგებთ რა ეგეთ რაღაცებს. რა კიდე რა არის, რომ ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებ სპორტს. ვანიჭებ მატკვებას, ვანიჭებ სულიერებას. ვანიჭებ
კითხვას, სწავლას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მარტო სიფხიზლე ვერაფერში ვერ დაგეხმარება რა. შენ თუ არ რეალიზირდი, შენ თავში არ ჩადევი და საკმარისი არ გახდი, შენ რაც არ უნდა დიდი ხანი ფხიზელი იყო, აი ეს საკმარისობა მე არ ვიყავი საკმარისი და შემომქონდა წამალი. წამალი თუ არ იყო, შემომქონდა სხვა ადამიანთან ურთიერთობა. ეს სხვა ადამიანი თუ არ იყო, კომპიუტერში ვждებოდი და რაღაცა ჩარს ქმნიდი და ის ჩარი შემომყავდა. ანუ არა საკმარისობა. შენ თამაში გამახსენდა ახლა? კი, თამაშობდი ხოლმე კაცო. ანუ არა საკმარისი ვიყავი და ყოველთვის გარემოდან მჭირდებოდა რაღაცა, რომ ჩემ საკმარისობაზე გამესვა ხაზი. არა, ის გამახსენდა, ერთად რო გტკიოდათ, რაღაც თამაში რო იყო და იმას რო ტკიოდა და შენს რო გტკიოდა. ხო, თამაშობდი ხოლმე მაგრა ეგეთ თამაშებს, მაგრამ იქ რო ჭამდი და იქ რო სვავდი. იქ რო სვავდი, იქ ჭამდი და მართლა გეუნები ერთხელ რაღაც. მე კიდევ მაინტერესებს ესეთი რაღაცა, რომ შენ ცდილობ, რომ რეაბილიტანტები დაიტოვო ცენტრში, ანუ რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია გავლილი ადამიანები. სულ რეაბილიტანტებს ახსენებ და ჩვენ ვამბობთ ესეთ სიტყვას რა, პროგრამის მონაწილეებს და ყურში. გამოვჭრათ. იყოს არ ამოვჭრათ კაც. პროგრამის მონაწილეებს ვთილობ, რომ დარჩნენ რა. დაჩნენ შენთან ერთად გაიარონ და გამოვაჯამთილონ სხვა ადამიანები. რა არის იცი ეს აუცილებელი არის და ეს ძალიან სწორი მიდგომა არის და სხვათა შორის ეს 12 ნაბიჯიდან არის აღებული მაქვს და ყველაფერი კარგი რაც არის ბევრი რამე 12 ნაბიჯიდანაც აღებული მაქვს რომ ადამიანმა ნუ ეს 12 ნაბიჯის არ არის მაგრამ 12 ნაბიჯი ესე აკეთებს რა რომ ანუ მსახურება შემოიტანოს ადამიანმა, იმიტომ რომ ნარკოდამოკიდებული არის ძალიან ეგოცენტრიკი არის რა, ანუ როგორი არის იცით, შეიძლება ადამიანი არ იყო ესე თავის თავზე ორიენტირებული, მაგრამ ნარკოტიკი როგორც კი მოიხმარა, ეს ნაწილი როგორც კი მოჯდა მის ცხოვრების სათავეში. შემოვიდა. დაждდა რა საჭესთან. ეს ნაწილი, ნარკომანი ნაწილი. დაიწყო ყველაფერი მე და ნარკოდამოკიდებული ზუსტად ეს არის რომ სულ მე. ამიტომ ვცდილობთ რომ აი ეს წელიწადი და წელიწად ნახევარი რომ დაყობ ჩვენთან კიდე მე რამოდენიმე ხანი იყოს ჩვენთან უკვე ხელფასი კონდეს მას. ეგ მინდოდა რომ შემდეგ გადაცემაში გამერჩიო, მაგრამ დავაანონსოთ. ხო, რატო რომ მან დაიწყოს რაღაცის გაცემა, მიღება და გაცემა და მის ცხოვრებაში ეს მიღება გაცემა დაბალანსებული იყოს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ჩვენთან რომ მოდიან, საბოლოო ჯამში აი ეს არის, მაგას ვასწავლით, რა, თანადამოკიდებულებას და კონტრდამოკიდებულებას, რასაც ჩვენ წინაზე შევეხეთ, ზუსტად ეგ არის, რომ ერთი გასცემს ისე რომ არ იღებს და გასცემს და მეორე არ გასცემს და იღებს და იღებს. ანუ გაცემაც უნდა ვისაუბროთ. და აი ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან ძალიან კარგად არის, რა, წრეში არიან, რა, ეს გასცემს, ის აძლევს. ეს დამოკიდებულება თანადამოკიდებულება. ეს არაფერს არ აძლევს, ეს არც ითხოვს. ამიტომ აი აქ რეაბილიტაცია ზუსტად მაგას ვასწავლით, რომ დაბალანსდეს ეს გაცემა. ანუ შენ თუ მე როგორც ვიცი, რაღაცა ოჯახივით ყავს უკვე სარეაბილიტაციო ცენტრი, მგონი 2 წელია, ხო? რაც მე ცოტათი ვარ. ყველაზე 2 წელიწად ნახევარი არის, ახლა ყველაზე დიდი სისუფთავეში ჩვენი ერთ-ერთი, ნუ რამოდენიმე წევრი. თუ შეგიძლია 2 წელი ნახევარი, 2 წელი და 4 თვე, 2 წელი და 2 თვე. სტატისტიკა როგორია? აუ სტატისტიკებზე მე არ ვიცი, ვერ დაგელაპარაკები ნამდვილად. თუ კურსი გაიარა ბოლომდე და წელიწად ნახევარი ჩვენთან იყო, რამოდენიმე მე წელიწად ერთი ბიჭი იყო, რომელმაც წელიწადი გაიარა და ეხლა წავიდა და ფხიზელია, მაგრამ ჯერჯერობით წასულია ის 5 თვეა, მაგრამ სულ კონტაქტშია ჩვენთან, მისი მშობლებიც სულ თერაპიაზე დადიან და ნუ კონტაქტი აქვს ჩვენთან და მშვენივრად არის და ვინც კი ჩვენთან წელიწად ნახევარი დაჰყო ერთ-ერთი ჩვენი კონსულტანტი იყო და ისიც ძალიან კარგად არის ახლა მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან აღარ არის, მაგრამ კონტაქტზეა ჩვენთან და დანარჩენები ვინც კი დაამთავროს ჩვენთან არიან. ყველანი. გასაგებია, არა მე რატომ გეკითხები, იმიტომ რომ შედეგი აინტერესებს საზოგადოებას და არა პროცესი. ყოველთვის ასია ხოლმე რეაბილიტაცია. ვინც ჰარვარდი დაამთავრა, ყველა წარმატებული ბიზნესმენი ან იურისტი არ გამختარა. რა თქმა უნდა, მაგრამ თუმცა შედეგი მაინც აინტერესებთ ადამიანებს, რომ ეს ისეთი სფეროა, რომ როგორც თვითონ იმუშავებენ და რანაირადაც თვითონ მიუდგებიან და რამდენადაც ჩადებენ თავიანთ თავში, იმას მოიმკიან. ხო, იმიტომ რომ ეს აინტერესებს. ყოველთვის გამოჯამრთელება ყოველთვის ესეთ პროცენტულად ყოველთვის ესე არის რა. 30% გამოჯამრთელების რა. 30% მე მახსოვს რომ ქონდა 12 ნაბიჯს.
30%-ს ვერ გადაცდები ამ საქმეში რა, 30-40%. მაგრამ ხო შეიძლება იყოს 100-ც. კი. არის შეიძლება ყველაფერი თეორია. კიდევ აი ბოლოსკენ მაინტერესებს იქითა არ ითვლება ეს კვლევები რა, ანუ არა, ძნელი გავიდი, ამის დათვლა, მაგით რომ ამოვჭრათ პრობლემა ეს. არ უნდა. ხო, არ ამოვჭრათ. დასვლა მაგაზე კითხვა რა, აზრი არა. ბოლოსკენ რო წავიდეთ, მე მგონია რომ ეს თემა ვერ დავამთავრეთ დღეს, რას ნიშნავს რეაბილიტაცია. ნუ საზოგადოებას გავაგებინეთ ზოგადად რას ნიშნავს რეაბილიტაცია. მე მგონია რომ იქითა პოდკასტში უნდა ჩავშალოთ რეაბილიტაცია და გადავიდეთ რესოციალიზაცია და რესოციალიზაციის შედეგებზე და რა ხდება რესოციალიზაციაზე და როგორ მიმდინარეობს რესოციალიზაციის პროცესი დამოკიდებული ადამიანისთვის. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მომეწონა ის რომ შენი გამოცდილებით მოყევი რეაბილიტაციაზე, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეხლა უნდა რომ დაიწყოს რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ნათელი მაგალითი ხარ შენ ადამიანი, განამარტო იმიტომ რომ შენ სარეაბილიტაციო ცენტრი გაქვს, შენ თვითონ გავლილი გაქვს ეს და შენ თვითონ იცი რა ტკივილები აქვს ამას, რა დადებითი, უარყოფითი და ასე ვთქვათ, ბევრი მხარე იცი და ამას რო ყვები, ეს არის ფაქტიურად გზამკვლევი სიბნელეში რა, ანუ რაღაცა ანათებ რა. ხო და მინდა რომ ბევრი შენაირი ადამიანი გამოვიდეს ცენტრებიდან. ძვირფასო მეგობრებო, ვინც უყურებთ ამ პოდკასტს და ვისაც კითხვები დაგიჩნდება, შეგიძლიათ მოგწეროთ. დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, თუ მოგეწონათ, თუ არ მოგეწონათ, არ დაალაიქოთ, ან დისლაიკი გაუკეთოთ, ესეც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით ისეთ საქმეს, სადაც ერთნაირი აზრი არ იქნება. აუცილებლად ვიღაცა განგვიკითხავს, გავკითხავს. ვიღაცა ჩვენგან ვიკითხავ, ჩვენ გავკითხავთ. ხო, მოკლედ დღევანდელი პოდკასტი იყო რეაბილიტაციაზე და სარეაბილიტაციო ცენტრზე. ძალიან დიდი მადლობა თაზო, თუ რამე შეჯამება გინდა დღევანდელი იმის შეგვიძლია შევაჯამოთ და შემდეგ პოდკასტში გავაგზავნოთ. მე თავს გძნობ დაკმაყოფილებულად და საკმარისად და აღარ მინდა არაფრის შეჯამება. თუ რამე კითხვები იქნება, დაწერონ და შემდეგ პოდკასტზეც. კაი, მოკლედ დავემშვიდობოთ ჩვენს YouTube მაყურებელს, ჩვენს Facebook მაყურებელს და მინდა გისურვოთ გქონდეთ საკუთარი ნება. ნახვამდის. ხო, და ეს თქვენი სლოგანი მომწონს ძალიან, ნება ზრუნავს.